ესე იგი ადამიანის საარსებო გარემო, როგორც იმისთვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი რამ, რომელზეც ის პასუხს აგებს. აი ეს არის მნიშვნელოვანი ამ კუთხით ხედავ მე იმ პრობლემებს, რომელიც დღეს დგას თბილისში და აი ამ კუთხით მინდა რაღაც ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. თბილისის განსაკუთრებულობა ჩემი აზრით მომალეობს იმაში, რომ ის არის კომპლექსური ლანდშაფტია. არის ძალიან მნიშვნელოვნად დამოკიდებული ბუნებრივ ლანდშაფტზე, ტოპოგრაფიაზე და მასში ჩაწერილ უკვე სოციალურ ლანდშაფტზე. ის უბნები, რომლებიც თბილისს აი ამ სივრცეში გააჩნია, ატარებენ ძალიან მკაფიო ინდივიდუალობას, თავისი სახით და ბოლოს და ბოლოს აღარ სოციალურ ორგანიზმს ქმნიან. აი ამ თვალსაზრისით, როგორც სოციალური და მატერიალური საარსებო გარემო, მინდა დავინახოთ თბილისი. ხან მარტო თბილისისთვის ვრცელდება ეს აზრი, ყველა ქალაქს აქვს ესა, ყველა ქალაქი წარმოადგენს სივრცულ გარემოსაც და სოციალურ გარემოსაც. ჩემი აზრით, თბილისის განსაკუთრებულობა ვლინდება ერთ ნაწილში თბილისის, რომელსაც მე თბილისის ბირთვს ვეძახით და ძირითადად ამაზე ვილაპარაკებ. ამაზე ვილაპარაკებ იმიტომ, რომ ამ ნაწილში იკვეთება თბილისის ინდივიდუალური სახე. ის რაც ინდივიდუალობა არის თბილისში და ეს ხოთ ისე არ გაიგოთ, რომ თითქოს გარეუბნების მნიშვნელობას ვაკნინებთ რაღაცა თვალსაზრისით. შეიძლება დღეს უფრო მნიშვნელოვანიც კი არის გარეუბნებზე ზრუნვა და უფრო მეტი პოტენციალიც კი აქვთ მათ ჩვენი ჩარევის, თუნდაც ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ენერგეტიკული სამირების, მწვანე სივრცეების კონტროლულად გამოყენების. მოკლედ, სამუშაო ხალხგეგმარებლისთვის გარეუბნებში შეიძლება მეტიც კი არის. მეტი არა, მაგრამ იქაც საკმაოდ ბევრი. მაგრამ ერთი კონკრეტული მიზეზის გამო მინდა რომ ბირთვზე ვილაპარაკო, რადგან ეს ამ ბირთვმა ჩამოაყალიბა თბილისი როგორც ინდივიდუალობა. და ყველა ვინც ამბობს თბილისელია, გინდაც გლდანში ცხოვრობს ან ნავკეთილში. ამბობს იმიტომ, რომ ის აი ამ ბირთვის შორიახლოს ცხოვრობს, ის ამ ინდივიდუალობით იკვებება, ასე ვთქვა. თუ გვინდა რომ რაღაც ფასეულობებზე ვილაპარაკოთ თბილისის, ალბათ უნდა ვილაპარაკოთ პირველ რიგში აი ამ ბირთვის ფასეულობებზე. და რატო უნდა ვილაპარაკოთ ფასეულობებზე, ამასაც ჩემთვის გარკვეული მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება თავის გარემოს მიმართ, როგორც თქვი, ეგზისტენციალური გარემოს მიმართ, თუ იმის ფასეულობებს არ ხედავს. რაღაცნაირად უყალაა დაკავშირებული თავის გარემოსთან, მაგრამ მოვიდა დრო ჩვენ ეპოქაში, როდესაც ეს კავშირი გაცნობიერებული უნდა გახდეს. ადვილად ვამბობთ, რომ გვიყვარს თბილისი, მაგრამ როდესაც დავფიქრდებით, რატომ გვიყვარს თბილისი? ან რატომ მოგწონს თბილისი? მაშინვე ვდგებით აი ამ ცნობიერი შეკითხვის წინაშე, რა არის ის, რის გამოც ჩვენ ამას ვაფასებთ და რომელია ეს ფასეულობები, რომელთა გადარჩენა, შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა და განვითარება გვინდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფასეულობების აღმოჩენა, ხელახლა აღმოჩენა, გაცნობიერება იმისთვის, რომ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ჰქონდეს ჩვენ გარემოსთან. მით უმეტეს, როდესაც ქალაქმშენებლებზე არის ლაპარაკი. და აი ამ ფასეულობების წინ წამოწევა იქნება ჩემი ფუნქცია დღეს, რომელზეც მე შეიძლება ვისაუბრო. იმდენად მნიშვნელოვნად განაპირობებს თბილისს თაცმინდა, რომ შეიძლება ითქვას, რომ თბილისია ყველგან, საიდანაც თაცმინდა ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თბილისი. თავისი მამადავითის მონასტრით, იმ ფაქტით, რომ ეს ერთ-ერთი ასურელი მამა იყო, ასურელმა მამებმა შექმნეს მთელი კულტურული ეპოქა, საფუძველი საქართველოს განვითარების შუა საუკუნეებში და ერთ-ერთი მათგანი სწორედ აქ იყო, აქ დააარსა თავისი მონასტერი და აი ამ მთას თავისი მონასტრით
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით მთელი ამ სივრცის ორგანიზაციის. ეს ახლა ძალიან ცუდად აჩანს, ეს არის იყო თბილისის რელიეფური გეგმა. აი შემდეგ თუ აღშვენოთ, აი ეს არის ახლა მთაწმინდა. ეს არის თრიალეთის ქედის ერთი განშტოება, რომელიც მთაწმინდით თავდება. შემდეგი გაღმა, ის გაღმა მახათას და ბოლტიკის ხევი, რომელიც თქვა კონკავის ჟესტს ქმნიან, მაშინ როდესაც ამას ეს გაბატონებული ადგილი უჭირდა მთაწმინდას, თაბორის და ბეძისის მთები. ეს საკმაოდ აბსტრაქტული სურათია და ისე კარგად არ აჩანს ის შიგა სივრცე, რომელიც თვითონ თბილისში ყოფნისას არ იქნება. ეს ხუთი თა ქმნის ერთგვარ ინტერიერს, ერთგვარ შიგა სივრცეს ქალაქისთვის. და ჩემი აზრით ეს არის გადამწყვეტი ფასეულობა თბილისისთვის. ესეთ ტოპოგრაფიულ გარემოში განთავსება. რაღაც დროის მერე დატოვა ქალაქი შუა საუკუნეებრივი ქალაქი, რაც ძალიან ბუნებრივი ახალი დროისთვის, ესეთი ექსპანსია, ექსტენსიური განვითარება ახალ დროში, როდესაც განვითარდა ინდუსტრია, ვაჭრობა და ასე შემდეგ, ყველა ევროპულ ქალაქს ეს გარემართა და აქ მინდა მოკლედ აღნიშნო, რომ თბილისი ევროპული ქალაქი, ასეთი ცნება არსებობს ევროპული ქალაქი, რომელსაც თავისი ის აქვს ელემენტები. და აქაც თბილისშიც, როგორც ვიცით, ერთ დროს დატოვა ეს ქალაქი, ეს თავისი საზღვრები ქალაქმა შუა საუკუნეებში, გავიდა გარეთ უბანში, ჩოგორეთში და დიდუბეში და თითქოს ჩაეწერა გარკვეულ ტოპოგრაფიულ გარემოში, გარკვეულ ლანდშაფტში. და აი ეს გარკვეული გარემო არის შექმნილი ამ ხუთი მთით, რომელიც ძალიან კარგად არ იქნება თვითონ ქალაქიდან და ყველა თბილისს ასეთ უისებულ შემადგენლობს თუ უყვარს, გრძნობს ამას თბილისში ყოფნისას ის ხედავს თავის გარშემო აი ამ ხუთ მთას. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მთები არის მოუშენებელი, ესე იგი მთების ზედა ნაწილები ყოველ შემთხვევაში არ არის მოშენებული, მთების ფერდები არის მოშენებული დაბალ სართულიანი გადაშენიანებით, ისე რომ ეს სივრცულის ზემოქმედება მთების არის ძალიან ხაზგასმული და მნიშვნელოვანი. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ფასეულობა თბილისის. თვითონ ამ მთის ფერდს, ან მათ შორის გაუთავსებულ სივრცეს, სადაც აქვს თავისი პატარა, უფრო დაბალი რანგის სივრცული თავისებურება. და იქ არის სწორედ ეს უბნები, რომლებსაც თავისი სახე აქვს. არავის არ შეეშლება ეხლა ნაძალადები თავისი სოციალური გარემოთ, როგორი ადამიანია ნაძალადებელი, ან როგორი იქნება სეიდაბადიდან კაცი ან სოლოლაკიდან. ეს ჩემი აზრით ამას აქვს ამ მატერიალური გარემოსთან, სივრცულ გარემოსთან მიბმული სოციალური თავისებურებაც. აი ამ თვალსაზრისით მინდა და მე ვხედავ თბილისს და მინდა რომ თქვენს დაგანახოთ ეს და იქნებ თქვენს გამოთქვა თქვენი აზრები რამდენად ფასეულია ასეთი რაღაცა. იმიტომ ბევრი რაღაცა იცვლება. მე როდესაც გარეულობის კონკურსს ვაკეთებდი რამდენიმე წლის წინ და იქ ხალხს ველაპარაკე, აღმოჩნდა რომ ბევრი იქაურია, მართლაც ატარებს ამავლაბრელის თვისებებს, იქაური ადამიანია, თავის სამშობლოდ თვის იმას, მაგრამ ბევრი ისეთია, ვინც სულ ახალი მოსულია. და როდესაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ უნდა მიატოვონ იმათ თავისი სამშობლო იმისთვის, რომ ვიღაცა ფულის გაკეთება უნდა ეხლა. უხეშად ვამბობ, ქალაქს უნდა განვითარება. აი ახალ მოსულებს უფრო ადვილად ეთყობოდათ, რომ ისინი მიატოვებენ, საშინაო მდგომარეობაში ცხოვრობენ ისე. ოფიცი პირობები აქვს ძალიან ცუდი. ისინი უფრო ადვილად მიატოვებენ, ვიდრე ისინი, ვინც მართლაც ალბათ თავის სამშობლოებს. და ესე არის ალბათ ყველა სხვა უბნისთვის. აი ახლა საინტერესო ეს კითხვის სახეთაც შეიძლება დაისვას. მართლაც არსებობს კიდევ ესეთი კაფიოდ გამოკვეთილი
ინდივიდუალური სოციუმები თბილისში. თუ უკვე ისეთი პროცესი დაიწყო, როდესაც ინდიფერენტული ხდება ადამიანი თავის გარემოს მიმართ. თავისთავად ცხადია ეს არ არის. აი ასეთ დიდ სივრცეში, როგორც საზოგადოებრივ სივრცეში არის ჩავანებული ეს თბილისი. დაახლოებით 19 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიკავა ეს ადგილი თბილისმა და ძალიან დიდი ხანი ექსტენსიურად არ ვითარდებოდა. მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე არ ვითარდებოდა ექსტენსიურად და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ხანი კიდე არ განვითარდებოდა, რომ საქართველოს საერთოდ ეკონომიკური და სოციალური ცხოვრება მოწესრიგებული ყოფილიყო. რომ არ ყოფილიყო ეს კოლექტივიზაცია და ამასთან თამდები უამრავი პროცესი, რომელმაც ესე შეყარა უამრავი ადამიანი თბილისში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსთან. მე ვფიქრობ, რომ ეს გარემო, ეს ბუნებრივი გარემო თბილისისთვის ძალიან დიდი ხანი იქნებოდა საკმარისი და საკმარისი იქნებოდა ინტენსიური განვითარება თბილისის. ეს ეხლა მარტო თბილისი არ მინდა ვთქვა, საერთოდ ევროპულ ქალაქებზე შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველანაირად ცდილობენ კომუნები და საერთოდ მთელი სახელმწიფოები ევროპული შეაჩერონ ექსტენსიური ზრდა ქალაქების. ეს სუბურბანული განვითარება ქალაქების არის ერთ-ერთი ძალიან მძიმე შედეგი ურბანიზაციის, რომელიც მთქავს როგორც ბუნებრივ გარემოს, ასევე სოფლის მეურნეობის სივრცეებს და ამის შეჩერება არის აუცილებელი. და ამისი რესურსები ქალაქებს, ძველ ქალაქებს, ინტენსიური განვითარების რესურსები აქვს. განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც დეცენტრალიზებული არის მმართველობის სისტემა და საერთოდ დეცენტრალური ტრადიცია აქვს ცხოვრების. მაგალითად გერმანია. გერმანიაში არის სულ 4 დიდი ქალაქი და ძალიან თანაბრად განვითარებული ქვეყანა. და აქ არის შესაძლებლობა, რომ ეს პატარა ქალაქები ინტენსიურად ვითარდებოდნენ ისე, რომ არ ფართოვდებოდნენ. ასეთივე შესაძლებლობა ექნებოდა თბილისსაც, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ მოხდა. მეორე მსოფლიო ომის მერე ძალიან სწრაფად განვითარდა თბილისი. იცი რა, ცოტა გადავწყვეტ, გავასწავლე ხომ. სულაც ეს არის ეს მთები, ეს ვილაპარაკე, ეს მახაკა არის. ეს არის თაბორის ხტა. Francis. ეს არის იგივე ლანდშაფტი და შემდეგ აი ამ გარემოზე არის ლაპარაკი. სადაც აი მთაწმინდას აქვს ესეთი ძლიერი სივრცული დომინანტის ფუნქცია და ასხივებს თითქოს ამ ძალას და ეს დანარჩენი კი შემოსაზღვრავს ამ სივრცეს. ეს აზრი, რომ თბილისში შესაძლებელი იყო ამ გარემოში ჩატეულიყო, თითქოს ესეთ სევდის მომგვრელი არ ჩაეტია, გაიზარდა. აი ეს ძველი ფოტო არის პირველ მსოფლიო ომის წინ გადაღებული. შემდეგი აი ეს არის ის ქალაქი, 1913 წლის ქალაქი, რომელიც სწორედ აი მხოლოდ ამ სივრცეს მოიცავს და შემდეგი აი ეს არის დაახლოებით თანამედროვე თბილისი. ნუ ვინც იცნობს ქალაქს, იმან იცის, რომ აი ეს ცენტრალური ნაწილი თვითონ აი ამ სურათზეც კი გამოკვეთილად კომპაქტური და ერთიანი ნაწილია. და ეს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილი და ჩრდილოეთის ნაწილი არის უკვე ამ სურათზეც კი ჩანს, რომ ამორფული არა ერთიანობა დაკარგული ნაწილებია. მაგრამ ესე მოხდა, ესე განვითარდა ეს ქალაქი, მაგრამ საბედნიეროდ დღემდე ყოველ შემთხვევაში სანამ აქ ცხოვრობდი, აი ამ ცენტრალურ ნაწილს ჰქონდა ეს იდენტურობის მიცემი ფუნქცია მთელი ქალაქისთვის. და აცოცხლებდა ამ იდენტობით მთელ ქალაქს. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია ყველა ქალაქისთვის, ასევე თბილისისთვის, რომ ეს იდენტობის მატარებელი სივრცე არის საზოგადოებრივი სივრცე. უცნაურიც იქნებოდა ახლა ვინმეს ეთქვა, რომ რომელიმე ქალაქი მოწონს იმიტომ, რომ იმ ქალაქში კერძო სივრცეები, ესე იგი ვთქვათ, ბინისში და სივრცეები ან კერძო ნაკვეთები არის რაღაცნაირად მოვლილი ან გამშვენიერებული. ყველა აფასებს ქალაქს და თვითონ ის ქალაქის მოსახლეობაც აფასებენ თავის ქალაქს
საზოგადოებრივი სივრცის თვალსაზრისი. როგორია საზოგადოებრივი სივრცე, როგორ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს ურთიერთობების და როგორი ელფერი აქვს ამ სოციალურ ურთიერთობებს და ეს ელფერი როგორ აფორმებს მატერიალურ გარემოსაც, როგორ სივრცულ ესთეტურ გარემოს ქმნიან ეს საზოგადოებრივი სივრცე. და ის დიდი სივრცე, რომელზეც ახლა მე ველაპარაკე, არის ფაქტურად საზოგადოებრივი სივრცე, ყველაზე მაღალი დონის საზოგადოებრივი სივრცე თბილისის, მაგრამ აქვს მერე ქვესივრცეები, ესე ვთქვათ, რომლებიც ამ ძალიან საინტერესო რელიეფის გამოც თელ უბნებსაც მოიცავენ, მაგრამ კიდევ უფრო დაბალ დონეზე არის ეს ამ სივრცეების სტრუქტურა არის ქუჩები და მოედნები, მოედნები, პარკები. თვითონ ტყრის გარშემო არსებული სივრცე და ასე შემდეგ. მოკლედ, ჩვენ რაზეც ვაპარაკობ, ფაქტიურად არის საზოგადოებრივი სივრცე, რომლის ძალიან მძიმე ნგრევასთან აქვს საქმე ბოლო დროს. ეხლა მე შევეცადე, რომ რაღაცნაირად ჩემი დამოკიდებულება თბილისის ფასეულობებისადმი მეთქვა, მაგრამ ეხლა აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ამ ფასეულობებს ინტენსიურად ანგრევენ იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებრივ სივრცეს ანგრევენ, რაც საბოლოოდ თბილისის ნგრევა იქნება. არავის არ გაახსენდება იქ როგორი კარგი ბინა აქვს შიგნით მოწყობილი ევრორემონტით. ან კიდევ როგორი საკუთარი ის მოიწყო კერძო ნაკვეთი იქ რაღაცეები. ყველასთვის თბილისი არის საზოგადოებრივი სივრცე და ამ საზოგადოებრივ სივრცეში განვითარებულ პროცესებზე შეიძლება დღეს ლაპარაკი მოხარული ვიქნებოდი მე თქვა რომ კარგ და ცუდ ხალებზე, მაგრამ კარგ ხალებს ვერ ვხედავ. ერთი პრინციპული დამოკიდებულება არის გასააზრებელი საზოგადოებრივ სივრცესთან დაკავშირებით, რომელიც არათუ ხელისუფალს საერთოდ ჩვენ საზოგადოება კარგად გაცნობიერებული არ არის. ქალაქები წარმოიშვა, ევროპული ქალაქები ყოველ შემთხვევაში. და ეს ახლა ჩემი აზრი არ არის, ეს არის ქალაქის სოციოლოგების აზრი. ქალაქები წარმოიშვა გარკვეული სოციალური ქცევების გარშემო. პირველი სოციალური კავშირები შედგა ადამიანებს შორის, ვაჭრობის ან სხვა ასეთი გარშემო და ამან გამოიწვია მათ გარშემო განაშენიანების გაჩენა. ესე იგი, პირველადი სივრცე, ქალაქის პირველადი სივრცეა საზოგადოებრივი სივრცე, რომლის ფორმირების საშუალება არის მხოლოდ მატერიალური გარემო, ესე იგი, ნაგებობები, სხვადასხვანაირი ნაგებობები, მათ შორის გზებიც. ესე იგი, ის რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ქუჩა, მოედანი, პარკი, ამის ცოტა ზემოთა საფეხური, უბანი მთელი თავისი სივრცით, რომელიც რაღაც ლანდშაფტშია ჩამოჭრილი და მე მთლიანად ეს ქალაქი ამ ხუთას შორის, აი ეს არის პირველადი ფენომენი ქალაქის, რომელსაც ფაქტიურად მატერიალური საგნები შენობები აფორმებენ. შენობები მხოლოდ საშუალებაა იმისთვის, რომ გარკვეული ფორმა მიიღოს ამ სივრცემ. ქალაქშენებლობაში არის ძალიან ესეთი გავრცელებული მეთოდი, როდესაც უნდა სივრცის მოდელირება, სივრცის პროექტირება, საზოგადოებრივ სივრცის, ქუჩის, მოედნის და ასე შემდეგ. წარმოიდგენენ, როგორც აი ყალიბში ჩასხმულ რაღაც მასალას, თაბაშის, მე მოხსნი იმას და ნამდვილი ის გექნება, ხო? აი ესე რომ წარმოიდგინოთ, რომ რაც ცარიელია, ის არის მატერია და რაც გარშემო მატერიალურია, ის არის სიცარიელი. ესე რომ განმოატრიალოთ ეს. და მაშინ დავინახავთ, თვალსაჩინოდ დავინახავთ იმას, როგორი ფორმა აქვს ამ სივრცეს. და სხვათა შორის, კიდეც რომ ესეთ მეთოდს პროექტირებაში არ მიმართოს ქალაქშენებელმა, ფაქტიურად ქალაქშენებელი, როდესაც ფიქრობს და ზრუნავს ქალაქზე, აპროექტებს ქალაქს, იმის
თვალსაწიერში არის სწორედ ეს სივრცე. ის ქალაქშენებობა არის სივრცის მოდელირება და არა ნაგებობათა მოდელირება. ნაგებობათა მოდელირება არის არქიტექტორების საქმე. ქალაქშენებლები აფორმებენ სივრცეს. და აი, როგორც ვითხარით, შეიძლება ასეც კი წარმოიდგინო, რომ გადმოაყრდნო ესა ყალიბის და თვითონ აი მასის თვალსაზრისით უკვე წარმოიდგინო მთელი ეს სივრცე. ისე რომ აი ეს სივრცე, რომელიც ქალაქისთვის პირველადი ფენომენია, არის გადამწყვეტი ფენომენი ჩვენი ქალაქური ცხოვრების. ეს ერთი. ეს დანიშნულოვანი რაღაცა, რომ ეს პირველადი ფენომენია ქალაქისთვის. და მეორე, რაც დღევანდელ ქართულ კანონმდებლობას არ აქვს გააზრებული და ალბათ ჩვენთანაც, საზოგადოებრივი სივრცეები განიხილება როგორც ერთ-ერთი სამშენებლო ტერიტორია. ხო არის სხვადასხვა ზონები ჩამოთვლილი ქართულ კანონმდებლობაში, ისევე როგორც ვთქვათ გერმანულს. აი ამ თვალსაზრისით უნდა იყოს მნიშვნელოვანი განსხვავება, პრინციპული განსხვავება უნდა იყოს დაფიქსირებული, რომ საზოგადოებრივი სივრცე არ არის იმ გაგებით სივრცე, როგორც ვთქვათ საცხოვრებელი ტერიტორია. ან კიდევ რაღაც სხვა ტერიტორიები არსებობს, სხვადასხვა ზონები არსებობს ქალაქისთვის. რომ საზოგადოებრივი სივრცე სწორედ ის ადგილია, სადაც ძირითადად მოქალაქეების ცხოვრება, საზოგადოებრივი ცხოვრება მიმდინარეობს. როგორც ერთ-ერთი ქალაქის სოციოლოგი ამბობს, რამდენადაც უფრო მეტია კონტრასტი, პოლარობა კერძოსა და საზოგადოებრივს შორის, მით უფრო იმდენად მეტად ქალაქურია ცხოვრება ქალაქში. მით უფრო ურბანულია ეს. ესე იგი, ადამიანების ცნობიერებაში იმის განცდა, რომ ისინი საზოგადოებრივ სივრცეში არიან და ეს სულ სხვა კატეგორიის რაღაცავი და თავისი კერძო სივრცე, თავისი ნაკვეთი ან მდინა განაპირობებს ამის ქალაქურობას. ეხლა რაღაც უკუღმა მაგალითი რომ მოვიყვანო, აი მაგალითად ფოსტლებით და სპორტულებით ქუჩაში სიარული, აი ის მაგალითია, რომ ეს ადამიანი ამ განსხვავებას ვერ გრძნობს, ვერ ატარებს თავის თავში, აი ამ პოლარობას. ის იმდენად არ განიცდის საზოგადოებრივი სივრცის სხვანაირობას, რომ შესაბამისადაც ჩაიცვას, როდესაც საზოგადოებრივ სივრცეში გრძნობს თავს. აი ესეთი დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ხედავთ ხოლმე, არის არა ქალაქურობის მაჩვენებელი. აი ამ ქალაქურობისთვის კი აუცილებელი არის საზოგადოებრივ სივრცის როგორც ესეთის ძაფრი განცდა. რაც შეიძლება ძაფრად და განიცადოს, ეს უყალა ჩვენიანის ყველა ჩვენთაგანის სივრცეა. და ეს არის სივრცე, სადაც ჩვენ გვეძლება შესაძლებლობა ერთმანეთს პატივი, ერთმანეთი განვიხილოთ როგორც ჩვენი თანასწორი მოქალაქეები. და აი ამ ურთიერთპატივისცემის სივრცეთ განვიცადოთ ესა, სადაც რიდია საჭირო, ერთმანეთის უფლებების პატივისცემა საჭირო, მე აღარ ვივლით ავტორიტარებზე მანქანებით, იმიტომ რომ პატივს ავწევთ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც იქ დავდიან. ეს სულ ყველაფერი არის ჩვენი საერთო სივრცე. და შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს ამ სივრცეში მეტი უფლებები. აი ასეთი განცდის ნაკლოვანებას ვხედავ მე დღევანდელ თბილისში და ეს ახლა მარტო სპორტულების სიარულში და მანქანების ტროტუარზე სიარულით კი არ გამოიხატება იმ შენებლობებში, რომელიც განვითარდა ბოლო წლებში. 90-იანი წლებში. ისეთი დამოკიდებულება, როგორც დღეს არის საზოგადოებრივ სივრცესთან, ესეთი ნაგებობების გაჩენა საზოგადოებრივ სივრცეში არის ავადმყოფობის ნიშანი, რომ შესაძლებელი გახადა ამ საზოგადოებამ გახადა შესაძლებელი, რომ ვიღაცას თავისი პირადი მოსაზრებებით, პირადი ხეილით, ან პირადი წარმოდგენებით ინტერვენცია განახორციელებია ჩვენ სივრცეში, რომელიც არის საერთო ჩვენი და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ იმაზე პასუხისმგებელიც და უფლებაც უნდა გვქონდეს, რომ მივიღოთ მონაწილეობა იმის ფორმირებაში.
საერთოდ ადამიანის საცხოვრებელი გარემო რამდენადაც ეგზისტენციალურად არის ადამიანი მასზე დამოკიდებული და საზოგადოებრივ სივრცეც არის ის, რაზეც ადამიანს აქვს უფლება. მაშინ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ადამიანის საარსებო გარემო და მათ შორის საზოგადოებრივ სივრცე არის ადამიანის უფლება, კონდეს თავისი გარემოზე ზემოქმედების საშუალება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. და ბუნებრივია, რომ ესე არის. ადამიანი ეგზისტენციალურად არის დამოკიდებული თავის საარსებო გარემოზე. და როდესაც უზღუდავენ ამ გარემოში აგირების შესაძლებლობას, ესე ქმედების შესაძლებლობას, როდესაც ერევიან იმის საცხოვრებელი გარემოს ფორმირებაში, ისევ იმას არაფერს არ აკითხებიან, მაშინ იმის უფლებას არ ღვევენ. და ეს შეიძლება ესეც დავინახოთ, ეს არის ადამიანის მოქალაქის უფლებების შელახვა, როდესაც მის გარემოში იჭრებიან მისთვის უცხო იმპულსებით. ესეთი უამრავი ვნახეთ თბილისში აღარ ჩამოვიდა. აი ეს მინდოდა ძალიან მოკლედ მეთქვა, ცოტა ცუდ მასზე დავამთავრე, მაგრამ სამწუხაროდ რეალობა პირველი რაც დავინახე რომ ჩამოვედი იყო ფუქსასის ეს ორი მზარმაზარი მილით იყეზე რა. რომელიც მე არ წარმოვედგინა ყველაფერი რაღაცნაირად გადაუყლაპე და ეს აღარ წარმოვედგინა რომ ამას განახორციელებენ. ვიცოდი რომ აპირებდა ესეთ რაღაც გაკეთებას ესკიზით ვნახე, მაგრამ არ წარმოვედგინა რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. საზოგადოება ამას დაუშვებს რომ ესეთ რაღაცა მოხდეს. სამწუხაროდ აი ესეთ რეალობაში ვცხოვრობ და თუ ჩვენ შევძლებთ გავიაზროთ ან გავიშინაგროთ ის ფასეულობა, რომელიც აქვს საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც ჩვენი სივრცეა. ეს არის ადგილი ჩვენი ერთმანეთის ატივისცემის, ჩვენი ერთმანეთის რიგის გამოხატვის. მაშინ უფრო გაუძლელდებათ იმიგრაციას ესეთი ექსპანსია.